მშვიდობისა, მოგესალმებით, დღეს 1 იანვარია. გილოცავთ, რავალს დაესწარით. გილოცავთ ყველას, ახალ წელს, მრავალს დაესწარით და ჩვენი დილა დაიწყო ესე. არც არაფერი არ შეცვლილა. პახველი აზედაც არა ვარ. ნაბახუსებზე ზურა. პოდიშით ხო, ნაბახუსზე. ნაბახუსზე. ყველანაირად მზად ვართ მარიბებოსთან რომ წავიდეთ, ველოდებით ევეს გაღვიძებ. მოწყობილები ჩაცმული. მაგრამ ვიდრე მარიბებოსთან წავალთ, ეველინა ნახავს მის საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ, თოვლის ბაბუმ რომ მოუტანა. და დაინახავს, ვაუ, იტყვის. მოკლედ, ესე დაიწყო ჩვენი ახალი წელი. წარმატებულ დღეს გისურვებ და არა მარტო წარმატებულ დღეს, წელს გისურვებ წარმატებულ წელი. და ყველას ბედნიერად გაატარეთ დღევანდელი დღე, იმედია ბედნიერად გაატარებთ, იმხიარულებთ. რა თქმა უნდა გრძელდება კეიფი ოჯახებს შორის ეს. ჩვენც ანალოგიურად წავალთ ჩვენებთან და აღნიშნავთ ერთად ახალ წელს. ღმერთმა არ მოგიშალოთ ტკბილი და გემრიელი დღეები. გილოცავთ და ახალ წელს. მოდი ნაძვის ხესთან რა მოუტანია თოვლის ბაბუს. ნაძვი და რა არის ნაძვის ხესთან დე? ვაუ, საჩუქრები ყოფილა. ვისი არის საჩუქრები? ევესია? ვაია. დედი, აბა ჩანთაში ნახე რა არის აქ. მიდი აბა ჩანთაში დედი. დედი რა არის ჩანთაში? მიდი ამოიღე ნახე აბა. ისიც შენია და არ მიგვაქვს არსად. ძინავს ხო დე ძინავს. ნანაში ნახე დედი. ციგნი ევეს ხო? შეკრული არის, ვაიცი. ეს. ნახე დედი კიდე ღუნღულაზე და შენ რო გიყვარს ფუმფულა, ბაბა გაუხსენი? მოგიწონა დედი? თოვლის ბაბუს მადლობა არ უნდა უთხრა? ნახე რა არის დედი რა. მოგეწონა? ბებოსთან ჩაიცე. ჩაიცე დედი? ფუმფულა არის? შენ როგორც მოგწონს ისეთი? ჩემო გოგო. ჩაგაცმევ ხო ჯერ დავიბანოთ ხელპირი და მე ჩვენ ხელები. Nose and head. რა ქვია მას პაპა? It's flower. Abo. დედი, გავხსნათ გინდა ბაია. გავხსნათ შენი საჩუქარი. მოდი ეს ციგნი და ეს სახე და მოდი გავხსნათ. ჰოპა, მიდი დაჯექი მან და ბაბა გაგიხსნის. ой, ენელა. გაგიხარდა და ბრა, sleepy ხო? ძინავთ. მამა დანახარ მოგიტან. ბებულა ქუცია. ძინავს. გაგიხარდა დედა. ეს გიო ბაია და ევე ბაია არის დედი.
თუმცა ბაია კიდე ეძებს შიგნით შემოцкრიალა ნახე გოგო ბაიას მოგცემს ეხა ბაბა გოგოა ხო გოგოა ძალიან გაიხარდა ევეს და თქვი გილოცავთ თქვი ნუ გერიდება თქვი გილოცავთ ხა ორი ბაი ყავს ახლა შენ დედა ორი ბაია ნაის უნდა დაფარო დედი ეგ საწოლია ბაბა აგიწყობს გააწყობს ბაბა სად მიდის ევე გოგო ბებოსთან მიდის და თოჯინას არ იცილებს აჭმევ დედი თოჯინას ევე თოჯინას აჭმევს ევე გოგო და წავედით ბებოსთან ისეთი სასწაული საოცარი კარგი ამინდია განახებთ ეხლა ვერც კი გაიგებ 1 იანვართვე არა ზურა გაზაფხულის დღე გეგონება აი როგორი საოცარი მოწმენდილი ცა გვაქვს ძალიან მაგარი ამინდია თქვენ მიხვდებოდით ახლა 1 იანვარი რომ არის სასწაული ამინდია ავედით მარი ბებოსთან ზურა ნიღაბში დედა ხალტურობს ესე მივდივართ ახლა მარი ბებოსთან უკან რაღაცეები გვაქვს ნობათი რაც მიგვაქვს წინ ნამცხვარი მიდევს იმედია მთელს მივიტანთ და ევე თავის სახალწო საჩუქარს თოჯინას არ იცილებს ეთქვა ძალიან მოეწონა არა სიხარულა ძალიან მოეწონა საწოლი ვეცადეთ რა იყო დედი რატო გაბრაზდი საწოლი ვეცადეთ აგვეწყო მაგრამ მე რომ შევხედეთ დროში ვიწვებოდით და ვამჯობინეთ ცოტა მოგვიანებით აღვიწყობთ ეველინას თოჯინას საწოლს და მე დააძინებს და ნანაშიო სლიფიო და ფოფაო რო იცავთ ფოფარი დავაფარო მისებურენაზე ფოფა დაწובה ხოლმე ჩვენ საწოლზე და ზურას ეძახის ფოფა ბაბა წავედით ახლა
ბებო გილოცავ თქო უთხარი დე გილოცავ შემოგევლე გილოცავ ახალ წელს ბებო თქო გეშემოგევლეთ მარი ბებოს მარი ბებოს გემრიელობების ხათაშორის ძალიან მოთხოვნა არის მარი ბებო კომენტარებში მარი ბებო დაგვანახეო ასეთ გემრიელობებს რო აკეთებსო საოცრებებს აკეთებ სულ ლამაზი ხარ მარი ბებო ეს ნახე უბრალოდ ეს როგორ დავჭამოთ არ ვიცი მარი აი ესეც ჩვენი მარი ბებო ოქროს ხელება ოღონდ ცოტა მორიდებული ყავს მარი ბებო შენ რას აკეთებ აქ საქანელაზე კატაობ მაჩვენე აბა როგორ კატაობს ევე მიდი გაიკატავე მაჩვენე ვაუ რა მაგარი გოგო ხარ რა მაგარი გოგოა ევე კარგია საქანელაზე ქანავი დამენახე ნელა გელოდები მიდი 1 2 3 ჩემი გოგო ბაბა მოლოცვებში და მილოცვებში და ამბებშია ქშია არა ხომ არა საერთოდ არ შეაზურა საერთოდ არ მახსოვდა ეხლა რომ შევხედე გამახსენდა ეს პირველი ახალი წელი იყო ჩვენი შეუღლებიდან მარი ბებოს რომ გავუკეთეთ ეს გვირგვინი გამოუტანი ახლა დაუკიდევია რომ შევხედე გამეხარდა თან ნატურები აქვს აქ ელემენტებზე რომ ჩართა ინთება ლამაზად ყვითლად ესეთი გვირგვინი მქონდა მაშინ საჩუქრად მარი ბებოსთვის გაკეთებული და საერთოდ არ მახსოვდა ესეთი თუ იყო ისე რომ გითხრათ სიმართლე ვაწყობ სუფრას ნენელა და ეველინამ უკვე მოისადილა არ დაგველოდა ბუგონო ბაბაში შო ბაბა ცოტა კიდე დაგვრჩა რაღაცეები დასაწყობის სუფრაზე და მარი ბებოს გემრიელობებს მალე მივირთმევ და აი ქალბატონი არის სვენებს გიორგის დავშალ არა შეიძლება ჩავშალ აი ბაბუა გემრიელობები უარავის არ უშლის ხეს ზურაქშია ზურა მაგრამ დასჭილი ხარ არ ჭამ აი ევეს ამოუვიდა მონეტა აი რაც ნიშნავს იმას რომ ბედნიერი და იღბლიანი წელი ექნება ხო ესე ამბობენ წამოვედით მარი ბებოსგან დაღლილები არა ნასიამოვნები და კარგად გავერთეთ ვისაუბრეთ დავნა ილა შეხედავ ხელათ ოლის ბაბუა უი მოკლედ ძალიან ვისიამოვნეთ პრინციპში არც არაფერი არ გადაგვიღია, იმიტომ რომ იმდენად ვიყავით გართულები ერთმანეთთან საუბარში, შემდეგ სუფრაზე დავჯექით, მერე ბავშვებს დავსდევდით. საერთოდ არც გვიფიქრია გადაღებაზე, უფრო ესე ოჯახურ წრეში გავატარეთ დრო და ეხა მივდივართ, რაღაც მონაკვეთები ცოტა გადავიხეთ, მაგრამ ისე არა როგორ ხო მარი ბებო ჩანს. და ეხა მივდივართ სახლში, ეველინას ეძინება, ზურამ ვიღაც გაატარა. ეველინას ეძინება დაღლილია და მე მგონი კიდე უფრო მეტად ეძინება აგრამ ფაშბატონს აქ. ძალიან კარგი დღე გამოვიდა. ღმერთს მადლობა რომ ესე მშვიდობით მოვიარეთ ესე ქვია. სადღაც 10 წუთში სახლში ვიქნებით და ესე ამბები მოკლედ. ძალიან კარგი ხასიათზე ვართ. წლის კარგი დასაწყისი, არა? ღმერთს ვაქნას რომ ესე გაგრძელდეს. ხო, ამინ, ღმერთს ვაქნას მართლაც და მომივართ ახლა ეველინას ჩავაწენთ. დაისვენებს. ჩაწება. ჩაწება დაისვენებს. მე შენ გეტყვი დავლიეც თუ რა, არაფერი. სიმბოლურად შამპანიური მოვსვით უბრალოდ ესე რომ დავილოცეთ და ერთ სიტყვით ესეთი ამბები გვაქვს. ახალაზე არ ვიქნებით რომ გავუყეცი.
როდესაც დედა წევს საწოლში და ნებივრობს და გათიშურს ძინავს, აი მამა მაგ დროს რას აკეთებს? ბავშვს აჭმევს. მოგელე, დედი, მამი, მართლა? შემოგელე, მე, დედი, ჩემი ჭკვიანები. და დედიკოს ძინავს ამ დროს. აი ესეთი ზარმაცდედა ყავს ეველინას. დღეს ძალიან დავიყალეთ. საწოლი ჯერ არ აგვიწყვია, ვცადეთ და შემოგვეშალა და რას ფიქრობ, იცი? სუპერ წეპოთი ხوار დავააწეპოთ. ვნახავ მე კიდე და აი ეველინამ რასაყვარელი საჩქარი მიიღო მისი ბიძაშვილისგან და ბიძოლასგან და ბიძისგან ფაზლი არის ესეთი ცხოველებით და ხო, ესეთი დიდი ფაზლებია შიგნით და ესეთი ადგილები არის. ხო, ეს გავხსნათ მე ავაწყოთ და ესეთი ადგილები აქ აი სხვანაირი ზედაპირები რომ აქვს, ანუ ბავშვმა რომ იგრძნოს განსხვავება. დედა ცოტა აბურდული საუბრობს. Eveline! Hi! დედა სლიპიო იძახო და. კაი. რას გას ლოგინი ნახე? მართლა? რო შევედი გაიხადა ეს. გუშინ რო იყო ესეთ სიტუაცია? იგივე რა უარესია მომგონი. გაიხადა, შუქი ჩაახრეო, ფოფაო, დამაფარე. დაიფარა, შუქები ჩამაფრობია და 10 წუთი იყო ის. ვაუ. წავედით ახლა ვნახოთ. არა, რო გაიგვიძა არ იყო ესე. მშვიდობა είναι. 10 წუთი რო დავტოვე. რო გამოგრო. მე შეიცვალა სიტუაცია. წავედით აბა ვნახოთ. როგორ დაულაგებია ჩემს შვილს მისი საწოლი. თავის მატრასის დამცავი, ზეწარი, ყველაფერი თავდაყირა. გუშინ სამჯერ გაგვიკეთა ესე. ცდილობდა ყურადღება მიექცია. ღამის პირველ საათს ქალბატონს. ესეთი გოგო. წავედი ახლა მე მგონი ჩაის გავაკეთებ. აი ავაწყეთ ევეს ფაზლი, ესეთი გამოვიდა, ძალიან საყვარელი ეს ცხოველები რო ახატია. შორის სენსორულ მოტორული თვისებების განვითარებისთვის ძალიან კარგია ესეთი სხვადასხვანაირი ზედაპირები არის. აი, აქეთაც ყვავილი, ისეთი რბილი ახავერდოვანი, ეს კურდღელიც. ევე შენ მოგეწონა? ფაზლი მოგეწონა? აბა სპილო მაჩვენე სად არის? სად არის სპილო? ბრავო, კურდღელი სად არის? კურდღელი? ბაჭია, სტაფილო უჭირავს, მე მგონი თუ რა უჭირავს, ხო? ბრავო, რა მაგარი გოგო ხარ. ბაბა ებრძვის საწოლს. ბა. თუ ერავაწყო სუპერ წებოდა მისი ჯანი. იუას ვარგებ ეგრე. აი ევეს თოჯინების საწოლიც რა ტიპია რა? ბალიშები მოყვა ხალხო. აი როგორი ბალიშები. დიდი არაფერი. აი ამიტომ არ მიყვარს შეკვეთა. ძა პლასმასე თუ არ ნახავ. რა აი ეგ არის, გაიგე. ჩვენ ახლოში დაგდათარებები. არ მქონდა ნანა. ხო სხვანაირი. ხო სხვანაირი ჩანდა და უფრო რაღაცა ორიგინალური იყო და ეს ძალიან უბრალო. და შეხოთშოს არც ისე იაფია, მინდა გითხრათ დაახლოებით 30 ევრო ხირდა, ხო? 30 ევრო ხირდა. 30 კი 2 ევროს არ მიცოდი. ნუ როგჩოდნონა. რომ გწოდნოდა რომ ესეთი იყო, მართლა არ ვიცი. ანუ ესენი არის ჩვეულებრივი მუყაო. არა უშავს ხო, ეველინა საჩუქარია საახალწლო და რომ გაიხსნება მაღაზიები უფრო უკეთეს უყიდით, ხო დედი? არა, შენ არ დაწვე დედი მან, არა და არ დაგუბო დედი. გაფუჭდება, გატყდება და შენ საწოლში დაიძინე დე. ევე თავის საწოლში ბაიასია ეს საწოლი, აი დააწვინეს. დააძინე, ხო? არა, შეხედე თვითონ და აქვევით და თვითონ ზევით უნდა. შენ შემოგევლე მე. არა უშავს დე.
მამა გაგიკეთებს მაგას სუპერზებოს შეკეთეს მამა ხო, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია, რაც საიტზე ჩანს, ისეთი რო არ აღმოჩნდება. მაგ ლამაზი უბრალოდ ხო, ნუ ეველინა ითამა. ჯინები ეყოლება და ეგ ათარი ლოგინი და ჯინები ბევრი ქონდა ისედაც, მაგრამ საწოლი არ ქონდა და გვეგონა უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს. არაუშავს დედი. მე უფრო უკეთეს ვიყიდით. ესეც ძალიან კარგია, ხო? მანამდე რომ გაჩვენეთ ეველინას მონეტა რომ შეხვდა, რას ნიშნავს ეს? ანუ აკეთებენ ვასილოპიტას ეძახიან, ანუ კექსის მაგვარი არის. ძირითადად ესეთი მრგვალი ფორმის, მარიბებოს წეს აქ ფიფქის ფორმის გაკეთებული ფორმა ქონდა ესეთი ლამაზი და ახალი წლის დღეს, ანუ 1 იანვარს ძირთადად ისე ოჯახის უფროსი აკეთებს, ნუ გააჩნია ოჯახსაც. პირველ რიგში დანით ესე ჯვარს გააკეთებენ ზემოდან, დახაზავენ პირველ ნაჭერს, რომელსაც მოჭრიან, ანუ სახელს არქმევენ თითო ნაჭერს. პირველ ნაჭერს, რომელსაც მოჭრიან არის უფლის, მეორე ნაჭერი არის ღვთისმშობლის, მესამე ნაჭერი არის სახლის სახელზე და შემდეგ უკვე იწყებენ ოჯახის წევრების სახელების თანმიმდევრობის მიხედვით. და აი ესეთ ვასილოპიტაში ათავსებენ მონეტას. და მიიჩნევენ, ვისაც ეს მონეტა შეხვდება, იქნება ძალიან იღბლიანი და ბედნიერი, კარგი წელი ექნება. მინდა გითხრათ, შარშან ეს მონეტა შემხვდა მე. აი ესეთი ტრადიცია აქვს ბერძნებს საახალ. ეს იღბლიანი აღმოჩნდა მარია ეველინა. მიგვაგდო ჩვენ მაშინ. აი ზოგიტო მაგრად ძალიან მაგრად შენ ცოტა მაინც გამოიწინე დღეს ერთ საათ მაინც ხო გეცინე ხო მე საერთოდ წინები მაგრამ მეცინებოდ აი ძალიან მაგრამ მეცინებოდ მაგრამ აი რო არ მოვიტყო რომ დავწექი სული გული თვალები იყო ეველინასთან და ფიქრობდი მასზე რატო არ ვიცი აი მართლა არ ვიცი ვითომ არ უნახავს თელი დღე არა მან დამღალა დღეს გამაძრო კანცი და დავაწვინე და კიდე მასე ფიქრობდი. ესეთი გიჟი მამა. ხო მენატ აი სულ მენატრება. ცოტა ხანში დამამშვიდებლებს მივცე მე მგონი ვალერიანის ტაბლეტებს დავუწყებ. მომეცეს. აი თან როგორი დასამშვიდებს რო დალე და რო გაითიშები და არა ვალერიანი მასე არ გქონდა. არა ვალერია უფრო ძლიერი. კატაბალახა. სურამ ჩაი გააკეთა ეხა. ჩვენთან ტელევიზორში გადის ურჩხუ და მზეთ ვნახავი და სავარაუდოდ ჩემი საყვარელი მულტფილმი ძალიან მაგარია. ძალიან მიყვარს და სავარაუდოდ ეხა ჩაის სმის დროს თან ვუყურებ. მოდის ხორციანი პერაშკები გუთა. ხო. ბებოს პერაშკები გავაცხილეთ ამ შუაღამეს. ხო და ჩაისთან ერთად მივირთმევთ ეხა სხვათაშორის მინდა და მე თქვა დღეს აი ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, ძალიან ისე პოზიტივით დავიტვირთეთ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ოჯახის წევრებს რომ შეხვდები და კარგია რა მართლა ისეთი განტვირთვის დღე იყო ჩემთვის და კვირაში ორჯერ მაინც უნდა იყოს ახალი წელი. და каранტინის პერიოდში. каранტინი არ უნდა იყოს საერთოდ. каранტინის პერიოდში ვიძა. კარგი იყო, ძალიან კარგი იყო, მაგრამ აი ეს შევამჩნია რომ რამოდენიმეჯერ მე მგონი ერთ 3 ჯერ მომიწია თუ 2 ჯერ მოგვიწია მე პირადად ესე გასვლა რაღაც საქმეს პედიატრთან რომ გავედით და ბებოსთან რომ გავედით ეხა და შევაწყო ძალიან არა გზა ჰქონდა დავიწყებული მაგრამ უბრალოდ ძალიან დავიღალე აი ფიზიკურად და არ ვიცი გზამ დამღალა არ ვიცი ხალხმრავლობას რო ხარ მოკლებული და გადაჩვეული ხო არ ვიცი გავითიში აი შუა დღეზე გავითიში რომ ავდექი განახეთ კიდევ ზურა აჭმევდა ეველინას აი არ მესმოდა საერთოდ არაფერი როდესაც მე ძალიან ესეთი ფხიზელი ძილი მაქვს მოდი როგორ ახარ კომფორტულად გრძნობ თავი ჩემი ხუნხულა გოგო სუპარტაშია სუციო არა და არა სიცივე მე შორტიკები და მაიკი დავდივარ და მოლი სუციო ხო ეს სიტფა უყარს მოდის ხო ხვირი აქვს უცივ მე დედას გოგო მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს
კარგი დღე იყო ნამდვილად, წლის კარგი დასაწყისი იყო. ისიც გაგრძელდება და მალე მოიხსნება ეს ჩვენი каранტინი და გავფრინდებით გარეთ. ფრთებს გავშლით. ფრენა მომინდომა აკაკაც. ფრენა არ ორი იყო ფეხი. დღეს რო წახვედი? ფრენა არ იყო. ფრენა ნიღბებით. არა უშავს იყოს ნიღაბი. იყოს ავიტად. თავისუფლება იყოს და ბაღები გაიხსნეს, სკოლები გაიხსნეს. გარეთ რო გახვალ ადამიანებს ხედავდე. ყველაფერი გენდა. ელემენტარულად თორე სხვა. მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მადლობა და ისევ გილოცავ და მრავალ დაესაგ. სულ ბედნიერი და ლამაზი დღეები გქონოდეთ. სულ ყველას აბსოლუტურად. ბედნიერი ახალი წელი, ბედნიერი ბედობა, ხვალ ბედობა ბედობა, თენდება. არ ვიცი ხვალ. როდის დავდებ დავდებ. ვიდეოს, როგორ მოვახერხებ, იმიტომ რომ უკვე ისე მართლა ძალა მერთმა გამწვივა. ყველას ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ. და ამიტომ გილოცავთ ბედობას და იმედია კარგ დროს იმედია დავდებ. ხვალე დაიდება. ხო. ნახოთ, არ ვიცი ვერ შეკვირდებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან გადამწვარი ვარ და ცოტა დაღლილიცაა ცოტა დაღლილი ვარ და მეპატიება და ამიტომ ჩადგება. მაინც გილოცავთ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც დავდებ და ნახავთ, ჩვენი შენ- მოლოცვა იქნება. ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ. სურვილების ასრულება, ჯანი, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა და რაც გულში გაქვთ, სურვილიც გაქვთ და ყველაფერი დაგბედებოდეთ. ჩვენ კი დაგემშვიდობებით მშვიდობიანი ღამე, და მომავალ ვლოგამდე დროებით. დროებით.